დევნილებისათვის 8 სართულიანი კორპუსის მშენებლობა იწყება, რამდენი ოჯახი მიიღებს ბინას და როგორ მოხდება მათი შერჩევა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი უპასუხებს ჩვენ შეკითხვას. ბატონო სოზარ, მოგესალმებით. მადლობა რომ მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. ბატონო სოზარ, თქვენ სულ რამდენიმე წუთში გაემგზავრებით უკვე გორში, სადაც საფუძველს ჩაუყრით ამ მშენებლობას. მართლა ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, თუმცა საინტერესოა, როდის დასრულდება უკვე ამ კორპუსების მშენებლობა და თუ არის უკვე შერჩეული ოჯახები, რომლებიც დასახლდებიან ამ ბინებში. გორში უკვე 25 წელია, ანუ ცხინვალის დამპირველი დევნილები რაც მოვიდნენ მას შემდეგ, არის რამდენიმე ასეული ოჯახი, რომლებიც უმძიმეს პირობებში ცხოვრობენ. თქვენ წარმოვიდგინეთ საბჭოთა სასტუმრო, რომლის 8 კვადრატულ მეტრში თაობები გაიზარდა, საიდანაც ვთქვათ, უფროსი თაობის ადამიანები გაასვენეს და აქ იზრდება თაობები, თვითონ უმძიმეს პირობებშია ეს გარდა იმ სიმცირისა უმძიმეს პირობებშია საცხოვრებელი და რამდენიმე ასეთი საცხოვრებელია გორში. ეს საცხოვრებლები დაიშლება. მოდი პირველ რიგში პარამეტრებზე, იმიტომ რომ ეს არის პირველი ესეთი მშენებლობა გორში. მასშტაბები რო განმარტოთ, ბატონ სოზარ, 480 ოჯახი მიიღებს ბინას და პრაქტიკულად შეიძლება ვთქვათ, რომ ამით გორში ძიმე პრობლემა აღარ იარსებებს და გორი გახდება იმ ქალაქთაგან ერთ-ერთი, სადაც დევნილები არ არიან ძიმე პირობებში. რა ვადებზე შეიძლება იყოს საუბარი, ბატონ სოზარ? ეს ვადები არის ოდნავ დიდი ხანი დასჭირდება, წელიწად ნახევარზე ოდნავ მეტი დრო დასჭირდება მშენებლობას და გამოვლენილია უკვე მშენებელი კომპანია, რომელიც დღეიდან იწყებს პრაქტიკულად მუშაობას, ტექნიკის ამ წუთში ხდება ტექნიკის მობილიზება. რა არის პროექტის ღირებულება, ბატონო სოზარ? 26 მილიონი ლარი იყო, რომელზეც გამოცხადდა და თუ არ ვცდები, სადღაც 22 მილიონი, დაახლოებით 4 მილიონი დააკლდა პირველამდელ ღირებულებას. კომპანია ტრანსმშენი ააშენებს დევნილების კორპუსებს. ბატონო სოზარ, ახსენეთ, რომ თქვათ მოგვარდება ფაქტურად პრობლემა, ანუ 480 ოჯახი ეს არის ის რაოდენობა, თქვათ, რომელიც ამ რეგიონში არის უმძიმეს პირობებში, ანუ მთლიანად მოგვარდება ეს პრობლემა. თუ ლაპარაკობთ უმძიმეს პირობებში, დიახ, მეტი ნამდვილად არ არის, არა, უბრალოდ ნაკლებიც არის, მაგრამ მარტო ეს არ არის ბუნებრივი, აი წელს მაგალითად ჩვენ უკვე უნდა შევასახლოთ დაახლოებით 200-მდე ოჯახი ხაშურში და ხაშურიც ამ რეგიონს ეკუთვნის. ჩვენ ამ წელს დავასრულეთ და ჯერ ბოლომდე შესახლება არ დამთავრებულა კასპში, ანუ ჩვენ ამ რეგიონში საკმაოდ მასშტაბური მშენებლობები განვახორციელეთ. პრაქტიკულად შეიძლება ვთქვათ, რომ თუ არ ჩავთვლით 2008 წლის შემდეგ აშენებულ აი ამ ჩასახლებებს, კოტეჯური ტიპის ჩასახლებებს, ომის დამთავრების დღიდან 2090-იანი წლებიდან გასული საუკუნის გორში და შიდა ქართლში არ აშენებულა არც ერთი ახალი შენობა დევნილებისთვის. პირველად ხდება ესეთი მასშტაბური მშენებლობები. გავიმეორებ, ეს არის მშენებლობა, რომელიც დასრულებულია უკვე კასპის რაიონში. 100-ზე მეტი ოჯახმა მიიღო ბინა. ეს არის მშენებლობა, რომელიც დასრულდება წელს კი არა, ახლა უახლოეს 2 თვეში ხაშურში და დაახლოებით 200-მდე ოჯახი მიიღებს ბინას და ახალი მშენებლობა, რომელიც დაიწყო გორში, სადაც 480 დევნილი მიიღებს ბინას, თუმცა გორში მანამდე სავარაუდოდ კიდევ გვექნება რამდენიმე არც თუ პატარა პროექტი, ოღონდ ამაზე მხოლოდ მას შემდეგ, რაც საბოლოო ხელშეკრულებები იქნება დადებული, არ მინდა წინასწარ გავაჟღერო რაღაცა ციფრები. დიახ, ბატონო სოზარ, მაპატიეთ, მაგრამ ვიტყვი 480 ოჯახი ეს ციფრია, რომელიც აბსოლუტურად ყოფნის გორს და გორის რაიონში ყველა მძიმე მდგომარეობაში მყოფ ადამიანს რო დაკმაყოფილდეს ბინით. შეიძლება დარჩეს ადამიანი, რომელსაც ჯერ არ მიუღია ბინა, არის დევნილი, მაგრამ ეს ადამიანები არიან, რომლებსაც აქვთ გარკვეული საკუთრება, რომლებიც ცხოვრობენ საკმაოდ კარგ პირობებში და კი სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, მაგრამ ასეთი ჰუმანიტარული კატასტროფა მათ მიმართ ნამდვილად არ პირველ რიგში რა თქმა უნდა მიეხედა ამ 480 დიახ, ბატონო სოზარ, თქვენ რეგიონების მიხედვით რა თქმა უნდა გაქვთ მონაცემები, თქვა სად არის ყველაზე რთული პირობები და საცხოვრებელი ყველაზე რთული პირობები, რაც თქვა დევნილები. ამ მიმართულებით, სწორედ ამ მიმართულებით იღებთ გეს, ანუ თქვა გორის მიმართულება გორში, იმიტომ გადაწყდა თქვა ამ 8 კორპუსის მშენებლობა, თუ აპირებთ რომ სხვა რეგიონშიც განახორციელოთ მსგავსი მასშტაბის პროექტი. ჩვენ უფრო მასშტაბური პროექტები გვაქვს დაწყებული ზუგდიდსა და ქუთაისში და ამ წუთში მუშავდება პროექტი, რომელიც სავარაუდოდ წლის ბოლომდე გვექნება გამზადებული 10 კორპუსის მშენებლობა, ეს არის წყალტუბოში. თავდაპირველად ზუგდიდში არის ყველაზე ბევრი დევნილი და ძალიან ბევრი მათგანი ცხოვრობს უმძიმეს პირობებში. იქ თავდაპირველად 20 იგეგმებოდა 34 კორპუსის მშენებლობა, თუმცა ადგილმდებარეობამ მოითხოვა და ქალაქთან შესაბამისობამ რომ ეს რაოდენობა შეგვემცირებინა. 28 კორპუსი აშენდება, საიდანაც 2 კორპუსის შენებლობა უკვე დაწყებულია და ეტაპობრივად მივყვებით ახალი კორპუსების აშენებას და ეს არის დაახლოებით 2000 ოჯახზე. ბატონ სოზარ, 12 სართულიანი კორპუსებია და 20-16 სართულიანი კორპუსი შენდება ასევე ქუთაისში, ეს დაახლოებით 2000
ოჯახზე და აქაც ორი корпуსის შენებლობა არის დაწყებული. ყოფილა თუ არა ესეთი შემთხვევები, როდესაც რეგიონში, სადაც თქვენ აშენებთ ბინას, თანხმდება იქ გადასვლაზე თბილისში იმყოფი დევნილთა ოჯახი. ასეთი შემთხვევები თუ არსებობს? ძალიან ბევრი ასეთი და თქვათ ამის მაგალითი არის ქუთაისი, სადაც რამ 2-3 თვის წინ მოხდა შესახლება მე ქართველი მენაშენისგან გამოსყიდულ ბინებში და სადაც რამდენიმე ოჯახით სწორედ თბილისიდან გადასახლდა. ძალიან ბევრია შემთხვევები, როდესაც თბილისიდან მიდიან ადამიანები სოფლის სახლის პროექტის ფარგლებში და ყიდულობენ ბინებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში, სოფლებში, ქალაქებში და ბარემ აქვე ვიტყვი, რახან თბილისი ვახსენეთ, რომ უკვე გუშინ დაამთავრა კომისიამ მუშაობა თბილისის სახლების განაწილებაზე, თუმცა ჯერჯერობით არ ვართ მზად რომ ეს მონაცემები გამოვაქვეყნოთ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი კითხვა გაჩნდა, კითხვა რომლებიც დაზუსტებებს საჭიროებად. ეს არის 330 სახლი ოლიმპიურ სოფელში და დანარჩენი ქართველი მენაშენეებისგან გამოსყიდული მთლიანობაში ჯამში ეს არის ამ ეტაპისთვის 551 ოჯახი, თუმცა არ გამოურიცხავ რომ წლის ბოლომდე ამ რაოდენობას კიდევ როდის გამოქვეყნება ბატონ სოზარ მონაცემები? გარკვეული დაზუსტებები არის საჭირო, როგორც გითხარით, იმიტომ რომ ზოგჯერ ჩნდება ეჭვი, სინამდვილეში ადამიანმა რაც მონაცემები მოგაწობდა, ეს სიმართლე შეესაბამება თუ არა. კარგად იცით რომ აი გუშინას მაგალითად დაკავებული იქნა შინაგან საქმეთა უსაფრთხოების სამსახურის მიერ ანტიკორუფციული სამსახურის მიერ კიდევ ერთი მორიგი თაღლითური ჯგუფი. ეს თაღლითური ჯგუფები მუშაობენ და სამწუხაროდ ამ თაღლითურ ჯგუფებს ზოგ შემთხვევაში საჯარო მოხელეებიც ეხმარებიან მონაცემების გაყალბებაში. უკვე მეორე ჯგუფია, რომელიც ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მოხდა მათი დაკავება. ორივე შემთხვევაში ეს იყო ძალიან მჭიდრო თანამშრომლობით ჩვენს სამინისტროსა და შესაბამის უწყებებს შორის და ორივე შემთხვევაში ამ თაღლითური ჯგუფების გამოვლენა და დაკავება შესაძლებელი გახდა სწორედ დევნილების აქტიურობით, იმიტომ რომ მათ მოგვაწოდეს ინფორმაცია ასეთი ჯგუფების არსებობის შესახებ და ბარემ ვისარგებლებ თქვენი ეთერით თუნებას მომწევთ მოუწოდებ ყველა დევნილს, როცა მათთან მივა ვინმე ადამიანი და ეტყვის რომ აი მე თქვენ გაგიკეთებთ ბინას, ოღონდ ამდენი თანხა უნდა გადაიხადოთ. თუ არ უნდათ რომ ეს თანხები დაკარგონ, პირველი რაც უნდა გააკეთონ, გაქანდენ შინაგან საქმეთა სამინისტროში, პროკურატურაში, უშიშროების სამინისტროში, ჩვენთან. ჩვენთან მოვიდეთ და ის ადამიანები იქნებიან დაკავებული. ვერავინ ვერ დაეხმარება. ესე არ კეთდება რეალურად ბინები. ბატონ სოზარ, მინდა პროექტზე კითხოთ, ბოლოს ძალიან მოკიდრონი პასუხოთ, გაგრძელდება თუ არა ეს მაინტერესებს მენაშენეებისგან, ასე ვთქვათ, გაყინული და გაჩერებული მშენებლობების გამოსყიდვის პროექტი თბილისში, რამდენიმე ასეთი პროექტი უკვე განხორციელდა და გაგრძელდება თუ არა ეს? თბილისში და უკვე მესამე ჯერ გამოვაქვეყნეთ, ჩვენ მესამე კონკურსი გამოვაცხადეთ, 30 მილიონ ლარზე დავდებით კონტრაქტები, ბოლო კონტრაქტი რაც გვაქვს დადებული, სხვათა შორის ჩვენ ესე გქონდა განსაზღვრული 30 მილიონიდან 60% უნდა ყოფილიყო თბილისზე და 40 რეგიონებზე, თუმცა თბილისში, ანუ 18 მილიონი ლარის კონტრაქტი უნდა დადებულიყო თბილისში, თუმცა თბილისში არ გამოჩნდა იმდენი მსურველი, დაახლოებით იყო 12 მილიონი ლარის კონტრაქტი დადებული თბილისში, ანუ შებრუნდა და დანარჩენი მაშინ კომისიის გადაწყვეტილებით გადავიტანეთ რეგიონებზე. ძირითადი დატვირთვა აქ არის რამდენიმე ქალაქზე, სწორედ ქუთაისი არის ერთ-ერთი ქალაქი, საიდანაც ძალიან ბევრი და ძალიან კარგი განაცხადები შემოვიდა მარნეულიდან, შემოვიდა ასევე რამდენიმე სხვა ქალაქი. რეგიონები ესე იგი უფრო აქტიურობენ. დიდი მადლობა ბატონ. ძალიან დიდი მადლობა. სოზარ სუბარი იყო ჩვენი სტუმარი. დიდი მადლობა ბატონ სოზარ, წარმატებებს გისურვებთ.